მშობლების შეშფოთების მიზეზი ხდება ბავშვებში დაფიქსირებული კანის ინფექციური დაავადების მუნის შემთხვევები. მათ შორის ინფექცია თბილისის 5 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გამოუვლინდათ. შესაბამისი ზომები ბაღებში უკვე მიღებულია, სააღმზრდელო პროცესი კონკრეტულ ჯგუფებში დროებით შეწყვეტილია. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება იმ სკოლებშიც, სადაც დაავადება მოსწავლეებს დაუდგინდათ. ქვეყნის მასშტაბით მუნის გავრცელების ოფიციალური სტატისტიკის არარსებობის მიუხედავად სპეციალისტები ამბობენ, რომ შემთხვევების მკვეთრი მატება არ ფიქსირდება. დაავადების მარტივი მიმდინარეობისა და მოკლე დროში განკურნების გათვალისწინებით მედიკოსები განგაშის საფუძველს ვერ ხედავენ. ექიმების განსაკუთრებული ყურადღება ახლა სეზონური ვირუსებისკენ არის მიმართული. ყველაზე აქტიური სეზონის მოახლოების ფონზე სპეციალისტთა მთავარი რეკომენდაცია დროული ვაქცინაცია. გრიპის აქტიური სეზონის დადგომამდე საზოგადოების განსაკუთრებით კი მშობლების ყურადღება კანის ინფექციური დაავადების შემთხვევებმა მიიქცია. მშობლები სკოლებსა და ბაღებში მუნის გავრცელების ფაქტებს სოციალურ ჯგუფებში აქტიურად განიხილავენ. როგორია მუნის შემთხვევების სტატისტიკა ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა სპეციალისტები მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მუნთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამას ვერ დავაკვირდებით ეპიდემიას, ვერც განსაკუთრებით რაღაც საშიშ სიტუაციას ქვეყნის. ჩვენ რამოდენიმე დღის წინ გქონდა ასოციაციის საქართველოს დერმატოლოგთა ასოციაციის შეხვედრა წევრების და იქ აღნიშნულ საკითხზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, რომ ექიმების შეშფოთებულები იყვნენ, რომ აი მუნიანობა მოემატა და მუნის შემთხვევები გაიზარდა და ასე შემდეგ. ამხრივ საუბარი არ გქონდა. ეს არ არის რაღაცა სოციალური დაავადება, ან განსაკუთრებით საშიში დაავადება, ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევა, რომელიც საერთოდ კონტაქტითაც კი გადაეცემა ადამიანზე და მისი მკურნალობა საერთოდ ერთდღიანი არის თანამედროვე პირობებში. ერთი დღე ნახევარი მაქსიმუმ. არ უნდა ვყოთ პანიკას და ეს აქ არ არის არავითარი საპანიკო და რაღაც შეშფოთების საფუძველი. სპეციალისტების განმარტებით დაავადების თავიდან აცილების მთავარი გზა პირადი ჰიგიენის დაცვა. დაავადების შემთხვევაში კი დერმატოვენეროლოგთან ვიზიტია აუცილებელი. მათი თქმით, დაავადება მარტივად და მალე იკურნება. მისი გავრცელება კი ქვეყანაში მაღალი არ არის. გრიპის ვირუსი კი ქვეყანაში უკვე გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთეულის შემთხვევები ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის ცირკულირების აქტიური სეზონი მოახლოებულია. ამასთან წინაკვირების მსგავსად ისევ ხშირია რინოვირუსი. სპეციალისტები კოვიდის შემთხვევებზეც საუბრობენ. რამდენი შემთხვევა იქნება გრიპის, რა თქმა უნდა, წინასწარი პროგნოზირება ეს ახლა ჩვენ არ შეგვიძლია. გრიპის ადრეული დაწყება საქართველოში როგორც ფაქტი უკვე სახეზე არ ფიქსირდება, იმიტომ რომ ნოემბრის თვე დაიწყო და როგორც მოგახსენეთ, ერთეული შემთხვევებია. ჩვენ ჩვეულებრივად მოლოდინის რეჟიმში, იმიტომ რომ როგორც გითხარით, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით რეალურად ნოემბრის თვეში იწყებს გრიპის ვირუსი ცირკულაციის მატება. გრიპის ვირუსი იწყება უეცრად, მწვავედ. სიმპტომების უეცარი გამოჩენა, მაღალი ცხელება, ხველა, სხვა რესპირატორული სიმპტომები, შეიძლება სხვა ჩივილებით გრიპი, მძიმე ინფექცია. როგორც თვითონ კლინიკური მიმდინარეობის მხრივ, ასევე გართულებებით ახასიათებს. სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციები დაახლოებით ერთნაირი კლინიკური სურათი აქვს, ზოგს უფრო მეტად აქვს გამოხატული რინორია, ცხვირიდან გამონადერი, ზოგს უფრო მეტად ყელისკივილი, ხველა, მაგრამ ასე თუ ისე შედარებით უფრო მსუბუქი ინფექციები. ორი ტიპის ვირუსი ცირკულირებს უფრო მეტად, ეს არის რინოვირუსი, ასევე აქტიურად ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რომელიც იწვევს გაციებას და ასევე აქტიურად ცირკულირებს ახალი კორონავირუსი და ჯამში ალბათ ამ ორი ტიპის ვირუსზე მოდის უმეტესი რაოდენობა შემთხვევების. სპეციალისტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, რამდენად აქტიური იქნება გრიპის გავრცელება ამ სეზონზე. თუმცა მოსახლეობას ურჩევენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად იყვნენ და ვაქცინაცია ჩაიტარონ. ეს განსაკუთრებით რისკ ჯგუფში შემავალ პირებს ეხება. ამ აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ არ გასულა და მოქალაქეებს აქვთ დრო გრიპის აქტიურ გავრცელებამდე ვაქცინის გაკეთება მოასწრონ. თუკი ადამიანები ამ სრულ დაწესებულებებს უახლოეს დღეებში მიაკითხავენ, იმუნიტეტი დაახლოებით 2 კვირაში გამოუმუშავდებათ. ეს სწორედ ის დროა, როცა გრიპის შემთხვევების მკვეთრი მატება იწყება. ვაქცინაცია იმუნიზაციის ცენტრებში 10 ოქტომბრიდან დაიწყო და ის თავიდანვე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით წელს აცრაზე მოთხოვნა უფრო მაღალია და სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 200,000 დოზა ვაქცინიდან თითქმის 100,000 უკვე გამოყენებულია.
საკმაოდ მაღალია აქტივობა, როგორც მოქალაქეებში, რომელსაც არ აქვთ გარკვეული მაღალი რისკები, ასევე მაღალი რისკის ჯგუფებშიც და მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ კიდევ ერთხელ, რომ პირველ რიგში პრიორიტეტულია, რომ მაღალი რისკის ჯგუფებმა ჩაიტარონ ვაქცინაცია, თუმცა როგორც იცით, პირველი დღიდან ყველასთვის ხელმისაწვდომია ეს ვაქცინა ამ ცრელ დაწესებულებებში. ვაქცინაციისკენ სპეციალისტები მოუწოდებენ ორსულებსაც, რომლებიც აცრის გაკეთებით როგორც საკუთარ, ისევე შვილის ჯანმრთელობას დაიცავენ, რადგან როგორც ექიმები განმარტავენ, დედის მიერ მიღებული ვაქცინა ახალშობილებს გრიპისგან დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში დაიცავს. ამ ცრელი დაწესებულებების ნაწილი სამუშაო დღეების გარდა შაბათსაც მუშაობს.